დამბის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგება დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიეძღვნა. მეუფე შიო ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა და მრევლს ქადაგებით მიმართა. დღეს გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დაბადების დღე. მას შეუსრულდა 93 წელი. მისი მამათმთავრული მსახურება შეიძლება ითქვას, რომ ბეთლემის ვარსკვლავით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ ძვირფასო მეუფეო, ძვირფასო მამებო და ძმებო და დებო მთელი ამ წლების განმავლობაში იმ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას მიმყვანებელს წმინდა ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი იესო სოფლის შემოქმედი და მაცხოვარი. საქართველოს ეკლესიის და შეიძლება თქვა სხვა ახლესი ეკლესიის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თავისი ხანდაზმულობით და თავისი სტაჟით, რომ ამდენი ხანი ის არის საპატრიარქო ტახტზე. მან ურთულესი ცხოვრება გაიარა და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც დეტალები ვიცით იმ სირთულეებისა, რაც მას მოუწია თავის საპატრიარქო საქმიანობის პერიოდში, ასე ვთქვათ, შეხება, ეს არის ის სირთულეები, რაც მხოლოდ მან ერთმა იცის და შეუძლებელია სხვა ადამიანებს ბოლომდე გააცნობიეროს. ამიტომ მე მინდა მთელი სული და გულით ჩვენი სახელით მიულოცო ჩვენს პატრიარქს ეს შესანიშნავი დღე. ყოველთვის იყოს ჩვენი სიყვარულის მისდამი უპირობოდ და მადლიერების სავსე. მრავალჟამიერ მის მსმენდესობას. მისი დაბადებით ხარიბდეს ქართველის დაბადების დღის აღსანიშნავად ყავდა ჩვენი ერი, ჩვენი ქართველი ერი. მეულოცავ ჩვენს პატრიარქს, ჩვენ ამაგდარ პატრიარქს, ყველა ადამიანისათვის უსაყვარლეს ადამიანს ღმერთმა მისცეს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე, სიხარული ჩვენს პატრიარქს და სრულიად საქართველოს.